წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი ფაქტობრივად განახევრებული მაჩვენებლით დაასრულა. განახევრდა როგორც გაყიდული დენის მოცულობა, ისე შემოსავლები. საქართველოდან დენის ექსპორტი ძირითადად მაისიდან იწყება და აგვისტოს ჩათვლით გრძელდება ხოლმე. წლის სხვა პერიოდში ქვეყანა თავად ყიდულობს, ძირითადად რუსეთიდან დეფიციტის შესავსებად ან თბოსადგურებს ამუშავებს იმპორტირებულ გაზზე. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტზე დაახლოებით 505 მილიონი კილოვატი-საათის ელექტროენერგია გავიდა, რაც ლიურად 52%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ დენის ექსპორტში 2024 წელსაც კლება იყო. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან დენის ექსპორტი იზრდებოდა და რეკორდულ ნიშნულს მილიარდ 468 მილიონ კილოვატ-საათს 2023 წელს მიაღწია. გასულ წელს კი ექსპორტი მილიარდ 47 მილიონ კილოვატ-საათამდე შემცირდა. 2025 წელს საექსპორტო წელი დაიწყო მაისში და დასრულდა აგვისტოს პირველივე დღეებში. ფაქტიურად ივლისშიც ბევრად დაკლებული იყო. წელს უკვე გქონდა სტანდარტული წელი. 23 და 24 იყო გამონაკლისი წლები, როდესაც იმდენად მიმზიდველი იყო თურქეთის ბაზარზე გაზი, რომ საქართველოში ხდებოდა საქართველოში ექსპორტირების მხრიდან იყო გაზრდილი ინტერესი და თბოსადგური მუშაობდა იმისთვის, რომ ექსპორტი განხორციელებულიყო. წელს უკვე დაუბრუნდით იმ რეალობაში, როდესაც ისეთი სარფიანი აღარ არის თურქეთის ბაზარზე ექსპორტის გაკეთება. 2023 წელს რეკორდული ექსპორტის მიზეზი თურქეთში გაზრდილი ფასი იყო. ფასმა შემცირება შაშან დაიწყო და წელსაც გაგრძელდა, რასაც ექსპორტიდან შემოსავლების კლება მოყვა. ასე მაგალითად, თუ 2024 წელს ქვეყანამ დენის ექსპორტიდან 59 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, წელს 8 თვეში შემოსავლები 53%-ით 23 მილიონ დოლარამდე არის შემცირებული. ითი სინერჯის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ დენის ექსპორტი რეალურ მაჩვენებელს უბრუნდება და ბოლო 2 წლის რეკორდული მოცულობები გამონაკლისი იყო. ლომინაძე ფიქრობს, რომ შეზღუდული საექსპორტო ბაზრების პირობებში, როცა ქვეყანას რეალურად მხოლოდ თურქეთის ბაზარი აქვს, მთავრობის პრიორიტეტი დენის შიდა მოხმარების ზრდა უნდა იყოს, რაც უმთავრესად მძიმე მრეწველობის დარგების განვითარებით მიიღწევა. რამოდენიმე ასპექტისგან შედგებოდა ის შედეგი, რომელიც ჩვენ წელს მივიღეთ. პირველი გახლავთ თურქეთის რესპუბლიკის შიგნით გენერაციის ზრდა, რომელიც რამოდენიმე ფაქტორზე იყო თავად დამოკიდებული. პირველი გახლავთ ის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 39%-ით გაიზარდა დადგმული სიმძლავრეები მზის ელექტროსადგურების კუთხით. ამავდროულად რამოდენიმე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის გაშვება მოხდა ექსპლუატაციაში, რამაც გაზარდა თურქეთის გენერაციის პოტენციალი და ფაქტობრივი მაჩვენებლები და ამასთან ერთად შეამცირა მოთხოვნა გარედან მიღებულ ელექტროენერგიასთან მიმართებით. ამავდროულად თურქეთის მოხმარების თვალსაზრისით დაახლოებით 25-დან 28%-მდე მოდის მეტალურგიულ კომპანიებზე, რომლებიც უკვე 2 წელია განიცდიან ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილ კრიზისს მსოფლიო ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან მოთხოვნა ელექტროენერგიაზე აგრეთვე შემცირებული არის. უკვე ასევე ნეგატიურად იმოქმედდა ფასწარმოქმნაზე და თურქეთში აღარ ფიქსირდებოდა ის მაღალი ფასები, რომელსაც ჩვენ ხედავდით მაგალითად 2023 და წინა პერიოდებში. ექსპორტის რეალური მაჩვენებელი ჩამორჩება მთავრობის მოლოდინსაც. ყოველწლიურად მთავრობა ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წელს დენის ექსპორტი დაახლოებით 200 მილიონი კილოვატ-საათით მეტი უნდა ყოფილიყო. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში იყიდება და აზერბაიჯანსა და სომხეთში მხოლოდ მცირე მოცულობით ვყიდით. რაც შეეხება რუსეთს, ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ბალანსი ამ მხრივ წმინდად უარყოფითია. წლევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 80% თურქეთში გაიყიდა. დანარჩენი კი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადანაწილდა. ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ამბობს, რომ გენერაციის ობიექტების ზრდის პირობებშიც კი ქართულ დენზე თურქეთში მოთხოვნა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. 300 მილიარდ კილოვატს გადააჭარბა 300 მილიარდ კილოვატსაც გადააჭარბა თურქეთში მოთხოვნა. ამიტომ ჩვენი 500-600 მილიონი იმათ ბაზრისთვის ზღვაში წვეთია. მე ვერ ვიტყურ ეს არის ზღვარი. თურქეთის ბაზარი მე ვფიქრობ აიტანს, თუ ჩვენ იმ ფასში მივხვდით, რა ფასით მათთვის მისაღები იქნება. თუმცა ესეთი მაღალი ფასი არ იქნება, რაც 10 ცენტი და ეს იქნება დაახლოებით 3-4-5 ცენტის ფარგლებში აი ეს დერეფანი იქნება ფასის, რომელსაც თურქებმა შეიძლება იყიდონ. კილოვატ-საათი ელექტროენერგია.
ელექტროენერგიის ექსპორტთან ერთად შემცირებულია ტრანზიტიც. საქართველოს გადამცემ ხაზებს დენის თურქეთში გასატანად ძირითადად აზერბაიჯანი იყენებს, საიდანაც ქვეყანა შემოსავალს იღებს. 2022-23 წლებში დენის ტრანზიტიც რეკორდულად გაიზარდა და 3.4 მილიარდ კილოვატ-საათს გადააჭარბა. წელს 8 თვეში ტრანზიტის მოცულობა მხოლოდ 422 მილიონი კილოვატი-საათი იყო. ფაქტია, რომ საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიას შეზღუდული საექსპორტო პოტენციალი აქვს და თურქეთის გარდა ჯერჯერობით სხვა ბაზარი არ ჩანს. არადა მთავრობა ვალდებულებას იღებს ათასობით მეგავატ მცირე და საშუალო ზომის სადგურზე, რომლებმაც ძირითადად დენის ზაფხულის პერიოდში უნდა გამოიმუშაონ. ანუ მაშინ, როცა ისედაც ჭარბად გვაქვს ელექტროენერგია. ამიტომ ჩნდება კითხვა, სად გაიყიდება პროდუქტი. ჰორიზონტზე მხოლოდ შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტი მოჩანს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პერსპექტივაა და თუ საქართველოს ევროკავშირის კრიზისში მყოფ ურთიერთობას გავითვალისწინებთ, საკმაოდ შორეულიც.